სერბმა სტუდენტებმა ქალაქ ნოვი-სადში 3 ხიდი გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს მოგვიანებით ფერმერებით შეუერთდნენ. ნოვი-სადის ადგილობრივი მოსახლეობა დემონსტრანტებს ყავით, ჩაითა და საკონდიტრო ნაწარმით გაუმასპინძლდა. მოქალაქეები მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ 1 ნოემბერს მომხდარი უბედური შემთხვევების გამო. როგორც ცნობილია, ახალ გარემონტებულ სადგურზე სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმდინარე კვირას გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი. ახლა ჯანმრთელი საზოგადოება იქმნება. სტუდენტები აკეთებენ იმ არაჩვეულებრივ საქმეს, რომელიც ამ ხალხს სერბეთს ძალიან სჭირდება. მასშტაბურ ანტიკორუფციულ მოძრაობას სერბეთის უნივერსიტეტის სტუდენტები ხელმძღვანელობენ. სტუდენტების წარმოუდგენელი ბრძოლის შედეგი, რომელსაც უკვე თვეებია ვხედავთ, სწორედ ეს არის. ეს სიყვარული და პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული მოქალაქეების შეკრება, რომელსაც ხვდებით ყოველ ჯერზე ქუჩაში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ყველა მოთხოვნა შესრულდეს, რათა ეს საზოგადოება კიდევ უფრო განვითარდეს. ალექსანდრ ვუჩიჩი გადადგომას არ აპირებს. იგი მომავალ კვირას გადაწყვეტს, ახალ პრემიერ-მინისტრს წარადგენს თუ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.